ბედის წერა. იყო და არა იყო რა. ამ ქვეყნად რა აღარ ყოფილა და სხვათა შორის ერთი ვაჭარიც იყო. ეს ვაჭარი ჩარჩი იყო. სოფელ-სოფელ დადიოდა და ჩიტსა და საწვრილმანოს ასაღებდა. ჩარჩობით საკმაო მოგებას შეუვლობდა და დიდარიც იყო. ცოლისა და ერთი ქალიშვილის გარდა შესანახი არავინ ჰყავდა და სახლი სულ თვალ მარგალიტითა და ოქრო ვერცხლის ნივთებით ჰქონდა გამოვსებული. ერთხელაც ამ ჩარჩს ერთ სოფელში შემოაღამდა და ღამე ერთი მეტად ღარიბი კაცის სახლში გაათია. კაცს ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და სწორედ იმ ღამეს ვაჟი ეყოლა. შუაღამე რომ მოახლოვდა, სახლში ბედის მწერლები შემოვიდნენ და დაიწყეს ბჭობა. ამ ახალშობილს რა ბედიღბალი დავუწეროთო. ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა. ბოლოს მათი უფროსი წამოდგა და თქვა: მოდით, ამ ყრმას ბედნიერება ვუანდერძოთ. აქ რომ ვაჭარს ძინავს, მთელი იმის იქუნება ამას დარჩეს და ვაჭარი კი მოკვდეს. დაწერეს, დაჰკრეს ბეჭედი და წავიდნენ. ვაჭარს არ ეძინა. ბედის მწერლების ნალაპარაკები ყველაფერი გაიგონა და გული ბოღმით აევსო. ეს ვინ არის რომ ჩემი ქონება დარჩესო, თქვა გულში და დილაზე მშობლებს უთხრა. ეს ახალშობილი მე მომეცით გასაზრდელად და სამაგიეროდ მაგის წონა ოქროს მოგცემთ. ღარიბი ცოლ-ქმარი ოქროს დახარბდა და ბიჭი ვაჭარს გაატანეს. წამოიყვანა ვაჭარმა ბიჭი და სოფელს რომ გამოსცდა, დინარეში გადააგდო, იქნებ დაიხრჩოს და მომცილდესო. ბავშვი მდინარემ წაიღო და ვაჭარი თავისი გზით წავიდა. ატარა მდინარემ ბავშვი, ატარა და ბოლოს ერთი წისქვილის რუში გაჩხირა. ამ წისქვილის პატრონი უშვილო იყო. გამოვიდა, ნახა ბავშვი და სიხარულით ცას ეწია. მაშინვე დასტაცა ხელი, გამოახვია ჩოხის კალთაში და ცოლს მიურბენინა. სულ შვილს ნატრობდი და აჰა, ეგეც შენი შვილი მოგიყვანე. მეწისქვილის ცოლსაც ძალიან გაუხარდა. მაშინვე ახალ ჩვრებში შეახვიეს, დაბანეს, თხის რძე დაალევინეს და რა კი მისი პოვნა ღვთის წყალობად მიიჩნიეს, სახელიც წყალობა დაარქვეს. გავიდა ხანი, წყალობა გაიზარდა და კარგი თვალტანადი ვაჟკაცი დადგა. ერთ დღეს იმ ჩარჩმა მეწისქვილისკენაც ჩამოიარა და სავაჭრო ჩამოატარა. ჩითები, ქალის სამკაულები და ქამარხანჯლები. მეწისქვილეს ბიჭისთვის სწორედ ქამარხანჯლის ყიდვა უნდოდა და ბიჭს დაუძახა. წყალობავ, აბა მოდი, ნახე და რომელიც მოგეწონება ის აირჩიე. მივიდა ბიჭი და ერთი შევერცხლილი ქამარხანჯალი ამოარჩია. ჩარჩს მოეწონა ბიჭი და მეწისქვილესა და იმის ცოლს კითხა: ასეთი კარგი ვაჟკაცისთვის წყალობა რად დაგირქმევიათო? ცოლ-ქმარმა უამბეს ბიჭის თავგადასავალი. ჩარჩი მიხვდა ვინც იყო ეს ბიჭი და ცოლ-ქმარს უთხრა: მოდით, ეს ბიჭი მე მომეცით, გავზრდი, ვაჭრობაში გამოვწაფავ და კაცი დადგება. აბა, მეწისქვილობით რა პური უნდა ჭამოს, სამაგიეროდ თქვენ ერთ საცხოვრის ფულს მოგცემთ. ცოლ-ქმარმა თქვა: მართლაც ცოდუა ამისთანა ვაჟკაცი რომ მეწისქვილეობა შეაბერდეს. წავიდეს ქალაქში, თვალს გაახელს, ქვეყანას გაიცნობს, ცოდნას გამოცდილება შეიძენს და ჩვენც გამოგვადგება და თავის თავსაცო. გამოართვეს ჩარჩს ფული და ბიჭი გაატანეს. წამოიყვანა ვაჭარმა ბიჭი და ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, წერილი დაუწერა. ასწავლა თავისი მისამართი, ქუჩა, სახლის ნომერი და უთხრა: ეს წერილი ჩემ ცოლს მიუტანე და მეც მალე მოვალ. წაიღო ბიჭმა წერილი და შევიდა ქალაქში. წინ ერთი დარბაისელი კაცი შემოხვდა და ჰკითხა: ესა და ეს ნომერი სახლი და ქუჩა ხომ არ გეცოდინებათო? კაცმა ქუჩაც იცოდა და სახლიც. ვაჭარსაც იცნობდა და გაუკვირდა. ამ ანგელოზივით ვაჟკაცს იმ ჯოჯოხეთ კაცთან რა უნდაო და ბიჭს ჰკითხა: ვინა ხარ და იმასთან რისთვის მიდიხარ? ბიჭმა უპასუხა: ის კაცი ჩემი ბატონია და თავის ცოლთან წერილი გამომატანა. აბა მაჩვენე, რას წერს? უთხრა კაცმა. ბიჭმა მისცა წერილი. კაცმა წაიკითხა. წერილში ეწერა: ეს ბიჭი ჩემი დაუძინარი მტერია. მოვიდეს თუ არა, მსახურებს მოაკვლევინე. ასო-ასოდ დააჭრევინე და წყალში გადააყრევინეო. კაცი მიხვდა როგორც იყო საქმე და ბიჭს უთხრა: შენ ბატონს წერა-კითხვა არ სცოდნია. ძალიან გაუგებრად არის ნაწერი. ქალბატონმა შეიძლება ვერც კი გაარჩიოს და გაგიწყრეს. მოდი, სუფთად გადაგიწერ და ის მიუტანე. ბიჭი დათანხმდა. კაცმა ის წერილი დახია და ასეთი წერილი დაუწერა: ეს ბიჭი ჩვენი სასიძოა. მოვიდეს თუ არა, მაშინვე ჩვენს ქალზე ჯვარი დასწერე
დაკალი ძროხა ცხვრები და კარგი ქორწილიც გადაუხადეო. ბიჭმა წაიღო წერილი და მიუტანა ჩარჩის ცოლს. ცოლმა წაიკითხა და ბიჭს გადაეხვია. მერე გამოვარდა კარში, შეყარა მთელი მოსამსახურეები და ცხვარ ძროხის დახოცვა უბრძანა. ერთი მოსამსახურე მღვდელთან გაგზავნა. დასწერა ჯვარი ბიჭს და თავის ქალიშვილს და კარგი ქორწილიც გააჩაღა. მეორე დილას მოვიდა სახლში ჩარჩი და ეს ამოდენა ხალხი და ლხინ მხიარულება რომ ნახა, კინაღამ გაგიჟდა. გამოიხმო ცოლი და ჰკითხა. ქალო, ეს რა ამბავია? რაც მომწერე ის ამბავია. უთხრა ცოლმა და წერილი აჩვენა. შემოიკრა თავში ხელი ჩარჩმა, მაგრამ რაღაც იზამდა. ამდენ ხალხში თავის განზრახვას ხომ ვერ გაამხელდა. მიუჯდა თვითონაც სუფრას და ნეფე დედოფალი ტკბილი სიტყვებით დაალოცა. თან გულში ბიჭს დაემუქრა. სულ ერთია, ბოლოს მოგიღებო. ხალხი რომ გაისტუმრეს, ჩარჩმა მესაკირეებს უბრძანა. საკირე გაახურეთ და დილაზე, ვინც პირველად მოვა თქვენთან, შიგ ჩააგდეთ. სულ ერთია ვინ იქნება, ქალი თუ კაცი, მეც რომ მოვიდე, არ დამინდოთ. ბატონი ბრძანდებითო მიუგეს მესაკირეებმა და იმავე საღამოს შეუკეთეს საკირეს. დილას ჯერ რიჟრაჟი არ იყო, რომ ჩარჩმა თავისი სიძე გააღვიძა და უთხრა. ხომ ხედავ, ამოდენა სახლკარს და ცხოვრება ქონებას, ამას მოულაუნდა. ახლა პატრონი შენ ახარ, ადექი და მესაკირეებს მიხედე, ცეცხლი არ გაუნელდეთ. ადგა ბიჭი და წავიდა საკირეზე. ის იყო, უნდა მისულიყო მესაკირეებთან, რომ მის და ბედად ეკლესიაში ცისკრის ზარი დარეკეს. ბიჭმა თქვა, მოდი ჯერ წირვას მოვისმენ, მესაკირეებთან ცოტა გვიანაც რომ მივიდე, არაუშავსო და ეკლესიისკენ გაუხვია. ცოტა ხნის შემდეგ ჩარჩიც ადგა. იფიქრა, ჩემი სიძე ახლა უკვე დამწვარი იქნებაო და გულდაარხეინებული ამბის გასაგებად საკირისკენ ღიღინ-ღიღინით წავიდა. მივიდა თუ არა საკირეზე, მესაკირეებმა როგორც დარიგებული იყვნენ, სტაცეს ხელი და საკირეში შეაყუდეს. ასე ახდა ბედის წერა. ვაჭარი მოკვდა, ხოლო მისი ქონება ბიჭს დარჩა და თავისი წუთისოფელი ტკბილად და უზრუნველად გალია. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.